გამარჯობა, მე კონსტანტინე ვარ. ნიკოლოს მადუროს ნიუ-იორკის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომდენო პროცესი კი მარტში გაიმართება. საერთაშორისო საზოგადოება კვლავ აქტიურად განიხილავს სამი იანვრის სპეცოპერაციას. სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები ამერიკის პრეზიდენტს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებენ. განცხადებები გაკეთდა გაეროში. დელსი როდრიგესმა საპრეზიდენტო ოფიცი უკვე დადო და ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ოფიციალურად გახდა. კოლუმბიის მთავრობა აცხადებს, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში შტატებთან თანამშრომლობას გააგრძელებს. კოლუმბიის თავდაცვის მინისტრმა ამერიკელი კოლეგა ქვეყანაში მიიწვია. პარიზში მსურველთა კოალიციის შეხვედრა იმართება. მასში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტთან ერთად 27-ზე მეტი ლიდერი მიიღებს. მთავარი თემა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე შეთანხმებაა. ირანში მასობრივი საპროტესტო აქციებისას 35 ადამიანი დაიღუპა. დააკავეს 1200-ზე მეტი აქტივისტი. დაღუპულთა შორის 39 მომიტინგე, 4 ბავშვი და 2 სამართალდამცველია. ჩინეთმა იაპონიაში სამხედრო მიზნებისთვის გამოსაგენებელი ორმაგი დანიშნულების ნივთების ექსპორტი აკრძალა. ინდონეზიაში წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაკარგულად ითვლება. საქართველოდან მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე გააძევა. მათ შორის არიან თურქმენეთის, ირანის, კუბის, თურქეთის, თაილანდისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები. საქართველოში ჰონკონგის ვირუსი აქტიურად ცირკულირებს. მიმართვიანობა მაღალია, თუმცა არ არის პიკი. ექიმების რჩევაა გრიპის ნიშნების გამოვლენისთანავე მიმართოთ ექიმს. დღეისათვის სულ ეს იყო. შეხვედრავდე.